ნიადაგი ურბანულ ქალაქებში ამ სახელწოდების ფოტოკონკურსი გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანს. ნამუშევრების მიღება უკვე დაწყებულია. პროექტს გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს. ორგანიზატორთა განმარტებით კონკურსის მიზანია ნიადაგის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდების ჩართულობის ახალისება და ვიზუალური მასალის შექმნა, რომელიც გამოყენებული იქნება საინფორმაციო კამპანიებსა და ღონისძიებებში. განაცხადების მიღება 21 ნოემბერს დასრულდება. გამარჯვებული კი 5 დეკემბერს გამოვლინდება. გაეროს 68-ვე ასამბლეაზე 2013 წლიდან დაწესდა ნიადაგის მსოფლიო დღე, რომელსაც აღნიშნავთ, რა თქმა უნდა, საქართველოში და ჩვენი ინსტიტუცია, სამინისტრო და მათ შორის ჩვენი ცენტრიც ყოველთვის აქტიურად არის ჩაბმული ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების აღნიშვნაში. ამ მიზნით ჩვენ დავაწესეთ ფოტოკონკურსი, რომელში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. თემა, რა თქმა უნდა იყოს ნიადაგთან დაკავშირებული. ყოველწლიურად გინდება სლოგანი 5 დეკემბერთან დაკავშირებით და წლევანდელი სლოგანი არის ნიადაგი ურბანულ ქალაქებში. რეგისტრაცია, ფოტოების მიღება და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაციის მიღება ხდება 3 ნოემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით. ჩვენს ცენტრში დეტალური ინფორმაცია არის განთავსებული ჩვენს ვებგვერდზე და რაც მთავარია, ნომინაციაში გამარჯვებულ პირებს გადაეცემათ აკადემიკოს თენგიზ ურუშაძის საპატიო სიგელი. ნიადაგის დღესთან დაკავშირებით ფოტოკონკურსი პირველად ცხადდება და ძალიან მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა ეძლევა ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს, ნებისმიერი ასაკის წარმომადგენელს შემოიტანოს სააპლიკაციო ფორმა, რომელსაც განიხილავს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ჟიური.